დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ მოგვეცა სულიერი და ფიზიკური ძალები, აგვესრულებინა სამთო ლიტურგია და ვზიარებულიყავი ჭეშმარიტად პატიოსანსა სისხლსა და ხორცსა, უფლისა მთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. ყველას გულითადად მოგილოცავთ დიდი და წმინდა მარხვის პირველ კვირიაკეს მართლმადიდებლობის ზეიმს. ასევე დღევანდელ დღეს იყო ზუსტად 1990 წელს, როდესაც ჩვენი პატრიარქის და ეკლესიის დიდი შრომითა და ღვაწლით აღიარებულ იქნა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, ისტორიული ავტოკეფალია, რომელიც მე-5 საუკუნეში მიიღო საქართველოს ეკლესიამ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის დროს და 1904 ბევრი პერიპეტიები გაიარა მან და 1990 წელს მოხდა მისი ისტორიული აღიარება. ასევე საპატრიარქო მოკლედ ღირსების აღიარება და მისი სიგელი გადმოეცა საქართველოს ეკლესიას. მართლმადიდებლობის ზეიმი. დაფიქრდით უბრალოდ ერთ რამეზე, სად არსებობს მართლმადიდებლობა, აი სად არის მართლმადიდებლობა, ვინმემ როიკითხოს, სად ხორციელდება მართლმადიდებლობა, ცალსახად ერთი პასუხი არის. მართლმადიდებლობა ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანში. ადამიანი უნდა იყოს მართლმადიდებელი, ანუ მართლად მადიდებელი ღმერთისა. დღევანდელმა წაკითხულმა სახარებამ დაგვანახა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ მოწოდება არის და გზის არჩევა არის მოციქულებისა. და მოდი დღეს ვილაპარაკოთ არჩევანზე. ანუ დღეს რომ ჩვენ ეკლესიის წიაღში ვდგევართ, რას ნიშნავს ეს? დღეს რომ ჩვენ მართლმადიდებლები ქვია, რას ნიშნავს ეს და რა შინაგანი მდგომარეობა უნდა კონდეს ადამიანს ზოგადად, რომ მან საკუთარ თავს უწოდოს, რომ ის არის მართლმადიდებელი. ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრებ დღეს და აბა ყველა მოკლედ ჩაუფიქრდით საკუთარ თავს. დღევანდელმა ადამიანმა ზოგადად ამ სამყაროში ვისთანაც მე მისაუბრია, აი მართლა გეუნებით, გულწრფელად გეუნებით, აი მე ჯერ არ მინახავს ადამიანი, რომელთანაც თითქოს გავიგე რა უნდა მას. აი დღევანდელ იმას დავახასიათებდი ჩვენ ყოფნასაც თუნდაც წაძარში და აი აქ დგომასაც დავახასიათებდი ერთი რამით. ადამიანმა არ იცის რა უნდა. აი ყოველდღიურად რო გაიღვიძებს ადამიანი, არ იცის რა უნდა, აი რას რატო აკეთებს ადამიანი, თითქმის არ იცის. ყველაფერი დღეს არის მექანიკური, ყველაფერი დღეს არის სპონტანური, ყველაფერს ადამიანი თითქოს აი შინაარსისა და აზრის გარეშე აკეთებს. თითოეულ ადამიანი ალბათ თუ ვინმე შემხედრია, რომელიც რაღაც გარკვეულწილად იაზრებს საკუთარი ყოველდღიური ცხოვრების მიზანსა და მოკლედ ამ მიზნისათვის შრომას. ეს თვისება, რომ ვიღაცა ჩვენ რო ვიტყვით ახლა, რომ ადამიანმა არ იცის რა უნდა, რამე დაბნეულობა და გაურკვევლობა კი არ არის ჯერ პირველ რიგში. ანუ დღეს ადამიანი იძახის, რომ თითქოს დაბნეული და გაურკვეველი არის, მაგრამ ჩვენ ვართ არჩევანის შიში. და ახლა ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ. დღევანდელ დღეს მაცხოვარმა დაუძახა მოციქულებს და ისინი გაყვნენ მას. ანუ მათ აირჩიეს გზა, ქრისტე აირჩიეს და ქრისტეს გაყვნენ. აი ჩვენ რომ მოვედით ეკლესიაში, მაგალითად, ხო, ჩვენ ხო არჩევანი გავაკეთეთ. ანუ და გაგვეკეთებინა ეს არჩევანი. და აი ეს არჩევნის შიში რომ მე ეს გავაკეთე, ახლა მინდა რომ აი ამაზე ვისაუბროთ ჩვენ ყველამ, რომ არა ისე იგი დაბნეულობისა და გაურკვევლობაში არის ხშირ შემთხვევაში ადამიანი, არამედ ეშინია რეალურად არჩევანი გააკეთოს და შეუდგეს ქრისტეს. აი ხან სვავ ხოლმე კითხვას, რომ როდემდე უნდა ვიყოთ ასე?
აი როდემდე უნდა ვიყვეთ არჩევნის გარეშე, აი როდემდე უნდა აი შორი ახლოს დავდიოდეთ ქრისტესთან. როდემდის უნდა აი როგორ გითხრათ იცი აი ვიყენებდეთ მას ჩვენი ცხოვრების იმ თუნდაც გაურკვევლობაში, რომელ გაურკვევლობაში ჩვენა ვარ და წლები გადის, აი უამრავი წელი გადის და ადამიანი ისევ ამ მდგომარეობაში რჩება. არჩევანი რა არის იცით? აი დაუკვირდით. ეხლა ვისაუბროთ ზოგადად აი ამ არჩევნის შესახებ. რა არის არჩევანი ადამიანისა? ადამიანის არჩევანი არის რომ ავიღო ახალი, ანუ წავიდე სადღაც, მაგრამ თავარი რა არის? დავთმო ძველი. აი ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის ზუსტად ეს, რომ ჩვენ ძველის დათმობა არ გვინდა. მე მქონია ასეთი აი ესეთი შემთხვევები, აი ხშირად თქვენ ამას ვერც ხვდებით ხოლმე. და უამრავ ადამიანს, აი თქვენ მათ შორის თქვენც, ვინც აღსარებაზე მოდიხარ და თქვათ რაღაცა ზიარებისთვის ემზადებით ხოლმე, უამრავჯერ მე თქვენ გარკვეულწილად ჩემი კითხვები მაქვს ხოლმე იმისი, რომ გავარკვიო თქვენ რამდენად ეს არჩევანი გაქვთ გაკეთებული. ანუ თითქოს ადამიანი საუბრობს, რომ აი მას ღმერთი უნდა, რაღაცა ისე იგი ეკლესიაში ანუ ეკლესიურად ცხოვრება უნდა, ეს უნდა, მაგრამ რო დაუსვავ ადამიანს კითხვას, რომ რისთვის ხარ მზად, ანუ მზად ხარ თუ არა ძველი დაუტევო რაღაცა და დატოვო ის ცხოვრების ის ფორმა, რომლითაც მცირეოდენი მაინც რო ცხოვრობდი, ადამიანს არ შეუძლია ეს. ადამიანს არ უნდა ეს. ამიტომ თუ კი ძველს არ ვტოვებ, ახალს ვერ ვიღებ. ანუ თუ კი მე არ ვტოვებ მსახურებას საკუთარი ეგოიზმისა და დემონური ნებისა, მაშინ მე ვერ ვიღებ, მე ვერა ვარ ქრისტეს მსახური თავისთავად. ქრისტეს მსახურებას ვერ იწყებ. და დათმობა რატო არ გვინდა? იმიტომ რომ ეს იწვევს შინაგან შფოთს ადამიანში. აი ჩვენ გვაქვს თითქოს გარკვეული თუნდაც ცუდი, მაგრამ არასაჭირო წესრიგი მიღწეული, გამიგეთ? ადამიანებიც ჩვენს გარშემო გარკვეულწილად საკუთარი შინაგანი მდგომარეობა თუ გარიგნული ესე თუ ისე გვიჭირავს საკუთარი თავი და რაღაცა წყობილებიდან არ გამოვდივართ, მაგრამ რაწამს ადამიანი არჩევანს გააკეთებ თუ არა არჩევანს, იმ წუთში შენი წესრიგი, რომელიც შინაგანად ქონდა, საკუთარი ეგოიზმი დალაგებული წესრიგი იმ წუთში იშლება. დაიშლება თუ არა ეს, იმ წუთში ადამიანს იპყრობს შფოთი. და იმ წუთში იძახის, აბა ესე როგორ ესე არა, ესე არ უნდა იყოს. ანუ ადამიანს არ უნდა ანუ ისე იგი მთელი თავისი ძალებით იცავს, რომ ეს მასში არსებული ძველი წესრიგი რამენაერად არ დაინგრეს. იმიტომ რომ ქრისტიანობა ვერ იტანს მეორეობას. ქრისტიანობა არ შეიძლება იყოს ქრისტიანობაც. მართლმადიდებელიც ვერ იქნები ადამიანი. ან ხარ მართლმადიდებელი და მერე ხარ დანარჩენი ყველაფერი, რა სადაც შენ გიწევს მისვლა, ან საბოლოო ჯამში არ ხარ ადამიანი, ვეღარც ხარ უკვე მართლმადიდებელი, იმიტომ რომ არჩევანი არ გაგიკეთებია ამასთან დაკავშირებით. ჩვენს ეგოიზმს ეს არ მოსწონს. აი ყველაზე დიდი მტერი რა ჩვენ ყავს, ეს არის ჩვენი ეგოიზმი, ჩვენი დალაგებული რელიგიურობას და ჩვენში არსებული ეს წყობა და წესრიგი, რომელიც ჩვენ დავალაგეთ, მოკლედ აი ამას ვერ იტანს ეგოიზმი, როდესაც შეეხები თუ არ ადამიანს, მოდი ეს ხო არ შევცვალოთ, მოდი ეს ხო არ დავთმოთ, მოდი ესე ხო არ გავაკეთოთ. აი რაღაცა ესე აი იმ წუთში ადამიანი ბრაზდება, გიჟდება, შფოთი მოზდის, თუ პირადად ვერ გამოავლინა რაღაცა, შემდეგ შინაგანად ეწყება და მე ბოლოს იძახის, აი მე ესე ამიტომ დავდივარ ეკლესიაში, რომ ისე იგი რაღაცა ცუდად ვიყვე თუ იმიტომ რომ კარგად ვიყვე და აი ეს არის დღევანდელ დღეს ჩვენი მთელი, ანუ როგორ გითხრათ, კატასტროფა შინაგანი სულიერი ცხოვრების მოკლედ კატასტროფა. ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას გეტყვით, დაუკვირდით, როდესაც ადამიანი არის ძიების რეჟიმში, რომ მე ჯერ არ ამირჩევია რა უნდა გავაკეთო, ნახეთ, მას აქვს თავისუფლების განცდა. აი ნახეთ, როდესაც დღეს ჩვენ გვეუბნებია, რომ რა არის ადამიანის თავისუფლება, როცა ადამიანს აქვს არჩევანი. და აი ესე და როგორ დგევართ, იცით, ადამიანი დგას გზაჯვარედინზე, ნახეთ, აბა დაუკვირდით, ჩვენ დგევართ გზაჯვარედინზე,
ერთ მხარეს მთავარ ხმარეს არის სასუფეველი და მართლმადიდებლური წესის არჩევა, როგორც დღეს მოციქულებმა აირჩიეს და დანარჩენ სამ მხარეს არის ამ წუთის სოფლისეული, ამ წუთის უკან არის ჯოჯოხეთი, მარჯვნივ მარცხნივ არის ამ წუთის სოფლისეული სიამტკბილობა და ამ წუთის სოფლის სულისკვეთება. და სანამ ადამიანი შუაში დგეხარ, ნახეთ, ჩვენ ამ დგომის დროს ფიქრობთ, მსჯელობთ, აი იცი რა მართლმადიდებლობაზე ადამიანი დაიწყებს, აი სარწმუნოება იცი როგორ არის, ემას კი არ ანიშნავს, იმას ანიშნავს, ლაპარაკობს, მსჯელობს ადამიანი, რაღაცას წაიკითხავს, სახარებას წაიკითხავს, ესე, ანუ რაღაცებზე მსჯელობს ადამიანი, მაგრამ საქმე რა არის, ერთ ადგილას დგას. და უფრო მეტად, ნახეთ, უფრო მეტად როგორ არის, იცით? ვერ ბედავს ადამიანი რომ წავიდეს ერთ გზაზე, იმიტომ რომ იქ რო წავიდე, ნახეთ, ამ ორ მხარეში, ამ სამივე მხარეში ნამყოფი ვარ, აქეთ მით უმეტეს მარჯვნივ და მარცხნივ ნამყოფი ვარ, იმიტომ რომ სამ წუთის სოფლის სიამტკბილობაში ნამყოფი ვარ, ხან ჩასული ვარ საიდან, ანუ ზოგი უფრო ღრმად არის ჩასული ამ სიამტკბილობაში, ზოგი უფრო ცოტა, ისე იგი არა ღრმად, არამედ უფრო ცოტათი არის ამ წუთის სოფლის სულისკვეთებაში ჩართული, ზოგს საერთოდ ჯოჯოხეთში ფეხი გადადგმული, იმიტომ რომ თავისი მთელი შინაგანი განწყობით, ეგოიზმზე ისე იგი დამყარებით დემონური ნებას არის აყოლილი და ზოგიად აი გადახედეთ მსოფლიოს დემონური ძალა არ მოქმედებს, აბარ არ მოქმედებს, მითხრა, ანუ ეს სამი მიმართულება ადამიანის, ანუ დემონური მიმართულება და ეს საკუთარი ეგოისტური, ანუ სიამტკბილობაში ყოფნა, რომელიც ერთი მთლიანობა არის ეს სამი გზა, მეოთხე გზაზე, რომელიც ცენტრალურია და მთავარია, რომელიც სასუფეველში მიყავს ადამიანი, რომელსაც აი ამ ადამიანს ზოგადად გადადგმა ნაბიჯისა არ უნდა წინ. და ვიღებთ რას, ნახეთ როგორ რაღაცა, აი ამ გზაჯვარედინზე შუაში დგას ადამიანი, მოტრიალდება, მსჯელობს ამაზე, ანუ ისე კარგად ერკვევა ყველაფერში და მოკლედ ამ წუთის სოფლის რაღაცა თითქოს განათლება ის ჩართულია, მობრუნდება აქეთკენ და აქეთ ამ წუთის სოფლის სიამტკბილობა, თანამდებობა, კარიერა, ფული, ყველაფერი, ანუ რაც შეიძლება მატერიალისტური განწყობა, მოკლედ ამაში ძალიან კარგად ამასაც ემსახურება, თუ კი ადამიანმა საკუთარ თავზე ხელი აიღო, საერთოდ ჯოჯოხეთის მიმართულებითაც მიემართება, ამაზეც ფიქრობს, მსჯელობს, თითქოს მართლმადიდებლობაზეც ფიქრობს, რაღაცებს მსჯელობს, რაღაცა ისე იგი ვიღაცებს უზიარებს ამ თავის ნაფიქს, მაგრამ საქმე რაშია სინამდვილეში. აი ესე დგას ადამიანი შუა გზაჯვარედინზე და არც ერთგან არ არის. რა თქმა უნდა, როცა სასუფეველში არა ხარ და ანუ შენ სასუფევლისკენ არ მიდიხარ, რა თქმა უნდა, შენ ავტომატურად ამ წუთის სოფელში უფრო ანუ კარგია შენთვის ყოფნა, ამ წუთის სოფელში უფრო უკეთესია ადამიანისთვის ყოფნა. და ამ დროს გაქვს თავისუფლების განცდა ადამიანს. ანუ ჯერ კიდე რას გვეუბნებიან დღეს? არჩევანი სანამ გაქვს, მანამ ხარ თავისუფალი. ნახეთ რას დაგვაჯერეს? რომ ისე იგი თუ მე შემიძლია, აი რაც ჩამოვთვალე, ანუ ჯოჯოხეთში თუ შემიძლია წავიდე, ამ წუთის სოფლის მატერიალიზმში თუ შემიძლია ჩავყვინთო, თუ შემიძლია საკუთარ ეგოიზმში გადავარდე ადამიანი, ანუ და ამავე დროს, რა თქმა უნდა, ჩემში არის ის რომ ანუ სასუფევლისკენაც წავიდე, ადამიანის ნორმალურ მდგომარეობად გამოაცხადეს დღეს ეს. და მე გეტყვით ერთ რამეს, რომ ეს არ არის სწორი ფორმა ადამიანის ცხოვრებისა. აი მართლმადიდებელი და ქრისტიანი ადამიანი იცის, რომ ნამდვილი თავისუფლება გზაჯვარედინზე დგომა კი არ არის, არამედ ქრისტეს გაყოლა, იმიტომ რომ ამ გზაზე ქრისტე არის თავისუფლებას, ქრისტეა ჭეშმარიტებას, ქრისტეა სიყვარულის, ქრისტეა ისე იგი ბედნიერებას და ყველაფერი, რასაც ადამიანი ამ წუთის სოფელში გაშმაგებით ეძებს, თუნდაც ამ სამ მიმართულებაში, კარიერაში, საკუთარ ეგოიზმში და დემონურ ნებაშიც. ამას ეძებ აი ამ სამ გზაში, მაგრამ თავარი რასაც შენ ეძებ ადამიანო, ეს არის ქრისტეში ყველაფერი და აი ისმის კითხვა, რა ურჩევნია ადამიანს და ურჩევნია ეს. ჩვენ დგევართ აი ამ შუა გზაზე
თუნდაც არ გეწყინოთ, აი შუა გზაზე ვდგევარ და ამ დროს ვამბობთ აღსარებასაც, ანუ რო ჩავედი იქ და საკუთარ სხვის უბედურებაზე ავაწყე საკუთარი ბედნიერება, ჩემ ისე იგი ეგოიზმს რომ მოვემსახურე, დემონურ მოვედი ისე გზაჯვარედინზე და აქ მჭირდება სასულიერო პირი, ჩამოდით რა აღსარება უნდა ვთქვა. Ემიტომ რომ ეს სამი რაღაცას რომ მოვიარე აღსარება მინდა ვთქვა, აქვე ამ გზაჯვარედინზე ადამიანი იღებს ზიარებას და რჩება იგივე ადგილას. აი ესე როგორ გითხრათ, იმიტაციას ქმნის ვითომ მოძრაობს ადამიანი, აი ესე ანუ ერთ ადგილას დგას, მოძრაობს, იღლება, მაგრამ საბოლოო ჯამში არსად არ მიდის. და მისთვის ჩვეული კიდე და უფრო სასიამოვნო არის ეს სამი გზა. იმიტომ რომ ეს სამი გზა ერთმანეთს გავს, ერთმანეთს არ უშლის ხელს. ერთმანეთს არ უშლის, გინდა მატერიალიზმი ამ წუთის სოფლის სიამტკბილობაში ყოფნა და ყველა მათ შორის ჩვენ სასულიერო პირებს გვჭირს საკუთარ ეგოიზმზე სიარული და ამ წუთის სოფლის სიამტკბილობაში და ისე იგი ფული, თანამდე ძალაუფლება აი ამაში ყოფნა და ჩვენ ვერც კი ვხვდებით რომ ამით ვემსახურებით დემონურ ნებას და საბოლოო ჯამში აი გზაჯვარედინზე ვდგევარ და ვკეპნით ერთ ადგილს და დღეს არის დღე, როდესაც ვისი დღეა დღეს, იცი ვისი დღესასწაულია, ვინც ეს აირჩია. დღეს მართლმადიდებლობის ზეიმია, ანუ იმ ადამიანის გულის ზეიმია, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომ ამ სამ გზაზე, აი ამ სამ გზას უთხრას გარკვეულწილად უარი, მაგრამ უარი არა სრულად, არამედ საკუთარ ეგოიზმი, ღვთის, ანუ საკუთარი ნება და ეგოისტური ნება ღვთის ნებით ჩაანაცვლოს და ადამიანმა აი ამ მარჯვენა მხარეს მატერიალიზმში ღვთისმცნების მიხედვით იცხოვროს, რომ სხვის უბედურებაზე არ ააგოს საკუთარი ბედნიერება და რა თქმა უნდა უარი თქვას ჯოჯოხეთზე და დემონურ ნებაზე. აი ამათი დღესასწაულია, დღეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი და იმ ადამიანების გულების ზეიმია, ვინც ეს რეალურად აირჩია უკვე. სადაც არ უნდა იყოს, ქუჩაში, სახლში, არ ვიცი, ისე იგი სატრანსპორტო საშუალებაში, აგარაკზე, ზღვაზე, თუ კოსმოსში, თუ არ ვიცი, სადღაც დაბლა იმაში მიწის ქვემოთ, სადაც სამუშაოებს ასრულებდეს ადამიანი, ყველგან არის მართლმადიდებელი. აი ამის ზეიმი არის. დღეს გავიხსენეთ ლიტანიობა ჩავატარეთ, გავიხსენეთ უგალობეთ და სამოციქულოში თუ კი ვინმე მოусმინეთ პავლე მოციქულმა ზუსტად მათზე მოგვიკითხო რომ ჩვენ იმ წმინდანების შესახებ, რომელთაც ეს არჩევანი გააკეთეს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მათი ცხოვრების მთავარი მიზანი იყო მართლად დიდება ღმერთისა, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ მთელი შეგნებით, სულით, გულით, ძალით და ყოველივე მოკლედ შესაძლებლობით, რაც ადამიანის აგებულებას გააჩნია. ამ დროს, როდესაც ადამიანი აგდგას, ნახეთ რო გეუნებით, რა განცდა გვაქვს, რატო გვაქვს, გავაგრძელოთ ეს განცდა, თავისუფლების განცდა გაქვს და მე როგორ არის, იცი? განცდა მაქვს, სადაც მინდა იქ წავალ. მიხვდით, სადაც მინდა იქ წავალ. რათაც მინდა იმათ ვიქცევი, ჯერ კიდე კი არა მაგ გადაწყვეტილი ვინ უნდა ვიყვე. ნახეთ აქ რა არის, როგორი თავისუფლება არის, აქ რო დღეხარ ამ გზაჯვარედინზე, ჯერ კიდე განცდა გაქვს იმისა, რომ ისე იგი სადაც გინდა იქ წახვალ და რათაც გინდა იმათ იქცევი ჯერ კიდევ. ანუ უნდა ადამიანს შეიძლება ცოდვილად იქცეს, ანუ საკუთარ იმას საერთოდ ქრისტიანიც არ გახდეს, და უარი თქვას მართლმადიდებლურ გზაზე, ამიტომ რომ ამ გზაჯვარედინზე ჯერ კიდე შესაძლებელია რომ ეს განცდა გქონდეს ადამიანს და ამიტომაც შენ ერთგული ვერ რჩები მართლმადიდებლობისა. სანამ გზაჯვარედინზე დგეხარ, მანამდე შენ ჯერ კიდე ორგულება და ორჭოფობა გაგაჩნია შინაგანად, რომ გადაწყვეტილი არა გაქვს რომ დათმო ეს ყველაფერი, რომ მართლმადიდებლურ გზას გაუდგე ადამიანი. ანუ ქრისტეს შეუდგე, ქრისტეს შედგომა, რასაც იძახის ჯვრის გზას, გოლგოთის გზას დაადგე ადამიანი, რომ საკუთარი ნება და დემონური ნება ჯვარზე აიტანო, ჯვარზე გააკრა, რომ ღვთის ნებამ გაიმარჯოს შენში და ცხონების გზას დაადგე. აი ეს მდგომარეობაა დღეს ჩვენს ირგვლივ, აი ჩვენს მდგომარეობა ზუსტად ეს არის, აი ახალგაზრდებსაც მინდა უთხრა, უფროს თაობასაც მინდა უთხრა, რომ სამწუხაროდ ესე არის, რომ აი ეკლესია, ესე რომ ვთქვათ, ნახეთ, ეკლესია დგას აი დაახლოებით გზაჯვარედინთან. აი წარმოიდგინეთ, რომ ეკლესია და მისი საიდუმლოებები დგას გზაჯვარედინთან.
აი მართლმადიდებლურ გზის სათავეში დგას და ყველანი წარმოიდგინე ამ სამი გზიდან მოსულები შემოვდივართ ეკლესიაში და აქ აღსარებას და ზიარებას იმიტომ ვიღებთ, რომ უკან კი არ უნდა გავიდეთ, უნდა წავიდეთ აი ამ გზით, უკვე ქრისტეს გზას უნდა გავუყვეთ, მაგრამ ჩვენ ისევ ამ ტაძრიდან გამოდივართ და ისევ ამ სამ გზაზე, ანუ ისევ გზაჯვარედინზე ვდგებით და ანუ ისევ ჩვენში იწყება ისევ ეს ჩვენი ისე იგი ეგოისტური ცხოვრება, ისევ ამ წუთი სოფლის სიამტკბილობებისთვის ბრძოლა და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა დემონური ნებისმსახურება. შემდეგ რა ხდება? აი ეს არჩევანის მდგომარეობაში ყოფნა, როდესაც ადამიანი ამ მდგომარეობაში დგას, იცოდეთ ერთი რამე. იწვევს ადამიანის შინაგანი სულიერი ძალების პარალიზებას. ნუ ფიქრობთ, რომ აქ დიდი ხანი იდგები და დიდი ხანი გაძლებ თამაში. აი ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ წლები გავა და ამ გზაჯვარედინზე ვიდგები და გავაკეთებ რას? შევალ ტაძარში, ისევ დავბრუნდები, შევალ ტაძარში აღსარებას ვიტყვი, ვეზიარები, ისევ დავბრუნდები, შევალ, გამობრუნდები, ისევ სამივე გზაზე, სადამდეც მივდიოდი, იქამდეც მივალ, იმაზე უფრო უარეში გადავალ, ანუ ისე იგი, მაგრამ მერე მოვბრუნდები ისევ და ისევ ტაძარში შევალ, მაგრამ ერთხელ როდისმე ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღო, რატომ იცით? რაღაცა პერიოდის მერე გახსოვდეთ ერთი რამე, რომ ხდება ადამიანის შინაგანი სულის ძალების პარალიზება და ატროფირება. ანუ შენ უკვე რომ გინდოდეს, ნახეთ, რომ გინდოდეს, რომ მიიღო ის გადაწყვეტილება, უკვე უღონო ხდები ადამიანი. სანამ ჯერ კიდევ აქ ვართ, სანამ ჯერ კიდევ ქრისტე ანუ ძალები გაგვაჩნია და სინერგიულად შეგვიძლია საკუთარ, ანუ ღმერთისა და საკუთარი ნების თანხვედრა მოხდეს, რომ ჩვენ ღვთისმცნების აღსრულების გზას დავადგეთ, სანამ ჯერ კიდევ გააქვთ ძალა ფიზიკური, გონებრივი, გამოიყენეთ ეს პერიოდი, თორემ დამიჯერეთ, აი ამას წინათ მამა თეოდორეს უსმენდი და ზუსტად ამბობდა, აი ძალიან ისე იგი, აი პირდაპირი ანალიზი იყო. 70 წლის გახდა ადამიანი ისევ ტელევიზორს უზის, მართლმადი ისევ სერიალებს და რაღაცა პოლიტიკას და იმას და 75-ისა გახდა, 80-ისა გახდა, 90-ისა გახდა, უკვე ისე იგი უნდა წავიდეს, საცა გარდაიცვალოს, ღვთისწინაშე უნდა წარსდგეს და მაინც ისე იგი ამ წუთისობლის რაღაცებს განიხილავს, ისე იგი პარტიებს და იმას და ვინ უნდა მოვიდეს და ომი ვინ დაიწყო. კაცო, გადახედე, მთელი ცხოვრების გზა არ აგირჩევია, ისე იგი მიდიხარ იქ, სადაც ჩვენთვის საერთოდ უცოდინარია ყველაფერი. და ხშირად ჩვენც ეს გვემართება. და სანამ გვაქვს ჯერ კიდევ ძალა, ამას ვიდა, ნუ ფიქრობთ იმას, რომ დრო გაქვს. ნუ რავი, ნუ ფიქრობთ იმას, რომ აი მე ხვალ ვიზავ, ზეგ ვიზავ. არავინ, მაშინ თქვენ არ იცით საღვთო ნების მოქმედება, იმიტომ რომ ხვალ და ზეგ იქნება თუ არა კაციშვილმა არ იცით და რამდენი ჩვენს პრეულში ბოლო დროს აი ადამიანები, ჩვენთვის საყვარელი ადამიანები კი ასაკი ქონდათ 60-65 წლისა, მაგრამ დატოვეს. ისინი საერთოდ არ აპირებდნენ გასვლას. მაგრამ მოუწოდა ღმერთმა გასასვლელად. თავარი რაც არის, აი აქ ადამიანები თავს იმართლებენ ხოლმე ერთი რამით, დაუკვირდე, მეშინია რომ შევცდე. და აი ამ თითქოს აი შეცდომით, აი ისევ ამ იმაზე დგანან, აი ამ გზაჯვარედინზე დგანან და რავი ახლა ესეა, აი მსჯელობენ და იქ დაიწყებენ ლაპარაკს, აი ის მამაო ესე და ის მეუფე ესე და აი ესე რაღაცა მსჯელობენ, ვეუნები ადამიანო რა მნიშვნელობა ან რა მნიშვნელობა მამა გიორგის თუ ვიღაცა სხვას იმას, შენ მთავარს არ აკეთებ, ქრისტეს გზას არ ადგები, რა მნიშვნელობა? ამას შენ თვითონვე ხო ხვდებით ახლა რაზე ვსაუბრობთ, ეს შენი გასაკეთებელია, აქ შეიძლება ვინმე დაგეხმაროს, მღვდელი დაგეხმაროს თუ ეპისკოპოსი დაგეხმაროს თუ პატრიარქი დაგეხმაროს თავისი სიტყვით, თავისი ისე იგი ლოცვით, შესაძლებელია, მაგრამ შენი არჩევანია ეს და შენი გასაკეთებელია, მაგრამ ადამიანს აქვს ეს, აი რავი რო შევცდე, იქნებ ესეა, ისი არ არის, ანუ შინაგანი ეჭვი და შინაგანი რატო? იმიტომ რომ ადამიანს ამ მდგომარეობაში უყვარს ყოფნა. თავისუფალ მდგომარეობაში, ბჭყალებში, თავისუფალ მდგომარეობაში ყოფნა, როდესაც სადაც უნდა იქითკენ წავა.
ეხლა ნახეთ მთავარი, რატომ ხდება ეს ასე? როდესაც გახსოვდეთ, აი თუ კი ვინმე გადაწყვიტავთ რომ წახვიდეთ ამ გზაზე, აი მართლა თქვათ რომ იცი რა, მოდი რა, რაღა დამჩა, რავი, რამდენი წელი დამჩა სიცოცხლე და მოდი გავბედავ და ვიტყვი რომ აი ესე გავაკეთე, შევუდგები ამ გზას, ავიღებ და გახსოვდეთ ერთი რამე, როდესაც ჩვენ დაუდგებით ამ გზას, ერთ მთავარ პრობლემას წავაწყდებით წინ და დღესაც ჩვენ ვაწყდებით ამას, რას? ჩვენ არ ვიცით, როდესაც რაღაცაზე უარი ვთქვით და ჩვენში ამ უარის თქმის გამო ჩვენი შინაგანი იმდენად მოიშალა, იმიტომ რომ ფიზიკურობა, ჩვენი ისე იგი გონებაც, ჩვენი ტვინიც, ჩვენი ბიოქიმიური პროცესებიც იმდენად არის დაჩვეული ამის კეთებას, თუნდაც სერიალების ყურებას თუ ისე იგი პოლიტიკური ამბების ისე იგი ყურებას თუ რავი ამ წუთისოფეში სხვადასხვა საქმიანობას იმდენად დაჩვეული ანუ ადამიანი იმდენად დაჩვეულია, როცა ამაზე შენ უარს ეუბნები, კარგი ის არის მაგალითი იქნება, როდესაც მამაკაცი იქნება თუ დღეს ქალებიც ამ იმაში არიან, როდესაც თამბაქოს დაძლევა უნდა ადამიანს, ან დალევის დაძლევა უნდა, ან ნარკომანიის დაძლევა უნდა ადამიანს, გაიხსენეთ, როდესაც ამას აღარ აკეთებ, რა დღეში ვარდება მთელი ადამიანის აგებულება. მთელი ადამიანის აგებულება წყობილებიდან გამოდის. ამიტომ ნახეთ, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს. ჩვენ როდესაც რაღაცის დაძლევას ვიწყებთ, თუნდაც ეხლა მარხვაში ვინმე რამის დაძლევა დაიწყო, ჩვენ არ ვიცით რითი ჩავანაცვლოთ ეს შფოთი, რითი და ანუ როგორ გითხრათ, იცი, რითი შევავსოთ ის ადგილი, ის სიცარიელე, რომელიც უნდა გამოვაცარიელოთ. აი მაგალითად რაიმე ვნებას, როდესაც ანთავისუფლებ, იქ უნდა საღვთო მადლი მოვიდეს, მაგრამ არ გაქვს, არ ვიცი ჩვენ რითი დავკავდეთ, რომ რაღაცა დავძლიოთ. ამიტომ რაღაცა პერიოდი მარხვის განმავლობაში თითქოს ადამიანის ცდილობ, ემას დავძლევ, იმას კი არ ცდილობ, რომ ის რო გამოანთავისუფლე მის მაგივრად კეთილი და სიკეთე უნდა ჩადო, იმიტომ რომ პავლე მოციქული იძახის, რომ ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლის არ სიბილწე, მაგრამ კი არ ჩერდება იძახის, რომ არამედ აღივსენით სულითა. ანუ კი არ იძახის მარტო არ დალიოთო, რომელიც სიბილწე, არამედ იძახის, რომ მის მაგივრად სულით აღივსეთო. ამიტომ ჩვენ ეს არ ვიცით. ჩვენ ლოცვა არ ვიცით, ჩვენ აი ღმერთთან ყოფნა არ ვიცით და ამიტომ რასაც არ გინდა მარხვაში ვანთავისუფლებდეთ და აი ეს შინაგანი მოკლედ დისკომფორტი რო შეგექმნება რაღაცისგან გამოთავისუფლებისა არ იცი მის ნაცვლად რა ჩადო, იმიტომ რომ ლოცვა არ იცი, ღვთის მადლის მოხვეჭა არ იცი, საკუთარი ეგოიზმის დადრგუნვა არ იცი და ღმერთი არ მოდის ამას არ ავსებს და თითქოს დაძაბული მთელი მარხვა აი გაიხსენეთ ხოლმე როგორ არის ადამიანი საჭმელს არ ჭამს თუ ისე იგი რამე ისე იგი ხასიათიდან რამეს მოიკვეთავს დროებითად როგორ არის იცი, აი ნეტა მარხვა არ იყოს ეხლა, ნეტა მარხვა და დამთავრდება თუ არ ადამიანისთვის მარხვა, აი თითქოს აი როგორ გითხრა გავეშებული ადამიანი, გავეშებული, მოკლებული რო აქვს ის რასაც მოაკლდა და ორმაგად და სამმაგად აღასრულებს ამას, იმიტომ რომ რატო? არ იცის რითი ჩაანაცვლოს ეს შინაგანად. გუბდება, გროვდება ადამიანში და ბოლოს ისევ მოკლედ გადმოდის ადამიანიდან გარეთ. ამიტომ ადამიანს გონია რომ ამ დროს არაფერს არ კარგავს. აი თითქოს დგას, აი განცდა გახსოვდეთ, ზაჯვარედინზე რო დგეხარ ადამიანს განცდა გაქვს, რომ არაფერს არ კარგავ. იმიტომ რომ ყველგან ხარ. იქაც ხარ და იქაც ხარ. ამიტომ განცდა გაქვს იმისა, რომ არაფერი არ იკარგება, მაგრამ მე გეტყვით, რომ ყველაზე მთავარს კარგავთ ამ დროს, ამ მდგომარეობაში. ეს არის ჩვენი ამ ქვეყანაზე ცხოვრების დრო. აი ამას თუ დრო ამ წუთის სოფელში, ეს არის ღვთის საოცარი მოწყალება და ღვთის საოცარი საჩუქარი. გამოიყენეთ ეს მოცემული დრო ღვთის რომ აირჩიოთ ღმერთი და გზა, რომელსაც მოკლედ ცხონებამდე მიყავს აუცილებლად. ამიტომ ჩვენ როგორ ვართ, იცი, ჩვენში არსებული პოტენციალის ილუზიაში ყოფნა გვირჩევნია ვიდრე რეალური გამოცდილებით ცხოვრება. აი ჩვენ ხო გეუბნები,
ჩვენში არის პოტენციალი და ამ პოტენციალის ილუზია მე რა სამო ამასაც გავაკეთებ რა როცა მომინდება გავაკეთებ რამდენს უთქვავს ასეთი რამე რომ ეხლა უბრალოდ ჯერ არა თორე მე რა მოვინდომებ მართლა როდ მოვინდომებ ქრისტიანულ ცხოვრებას მე რენახე როგორ ვიცხოვრებ აი ესე უთქვამს ადამიანი ანუ პოტენციალის ილუზიაში ცხოვრობს ადამიანი და ეს ურჩევნია რომ მას გონია იმიტომ რომ რაღაცა თითქოს უფრო თავისუფლად არის კი როგორ არა შემიძლია საკუთარ თავს აჯერებს ანუ საკუთარი ეგოისტური ნება და დემონური ნება აჯერებს მას რომ შენ შეგიძლია როგორ არ შეგიძლია კაცო შენ უბრალოდ ჯერ არ გინდა თორე ჯერ მონდომება არა გაქვს თორე მაგას როგორ არ შეძლებს და ანუ აი ამ ყოფნაში ურჩევნია ადამიანს ისე იგი იყოს ვიდრე რეალური გამოცდილება დაიწყოს რეალური ცხოვრება დაიწყო ადამიანი აბა გადადგი ნაბიჯი აბა მართლა გადადგი ნაბიჯი ქრისტიანობისკენ აბა მართლა გადადგი ნაბიჯი ამ მიმართულებით აი მე მიხვდები ადამიანი რომ თურმე შეიძლება ვეღარც კი შეძლო იმიტომ რომ შენი სულის ძალები არის თავისთავად მოკლედ თითქმის პარალიზებული ამიტომ სიმწიფე სულიერი ცხოვრებისა არის ერთი რამე მე ვირჩევ ამას ანუ გზას მართლმადიდებლობის გზას მიუხედავად იმისა რომ სხვა ვარიანტები მრჩება უკან აი ეს არის სიმწიფე უკვე ანუ როდესაც ადამიანი არჩევანს გააკეთებ აი ეს არის უკვე სარწმუნოებრივი სიმწიფე და ეს არის დასაწყისი ეს არის შუა და ეს არის დასასრული ზუსტად მართლმადიდებელი სულის დაბადებისა ადამიანის გულში, ანუ გაცოცხლებისა სულისა და ცხოვრებისა ადამიანის. ბევრი ადამიანისთვის, აი მართლა გეუბნებით, აი თქვენთვისაც და ჩემს გარშემო არიან ბევრი ადამიანები, რომლებიც აი ამას ეძებენ თითქოს, აი სულის გაცოცხლებას, რაღაცა ესე ქრისტეს ეძებენ, ამას და აი ხშირად არის ხოლმე რომ ისე იგი საუბარში თუნდაც ან მოქმედებაში რაღაცა უბიძგებ და წაიყვან იქითკენ, სადღაც წაიყვან იქითკენ, რომ აბა ხარ თუ არა მზად ამის დატოვებისა. სირბილით გარბის ადამიანი. არც ჭირდება რომ წაიყვანო, თვითონ სირბილით გარბის იმ მიმართულებით და სირბილით კი არა, სიხარულით გარბის იმ მიმართულებით. კი არ ფიქრობს არა, ეს მიშლიდა მე ხელს. ეს არ მინდოდა, ეს არ მინდა. არა, ეგრევე გარბის ადამიანი. მერე გავიდა რამოდენიმე ხანი, თვეები გავა, წელი გავა. კიდევ ერთხელ მოუბრუნდები რომ ადამიანი აღსარებაზე თითქოს აი ესე რაღაცა ლაპარაკობს, აი მართლა წეღა როგორც გითხარით, დგას ამ გზაჯვარედინზე და მსჯელობს რაღაცეებზე, აი მე მამაო და ესე ანუ არაფერი, არანაირი შინაგან გასთარა, კაი გასაგებიას და გადამოწმებ თუ არ ადამიანს. აი ამაზე რას ფიქრობ? ანუ უბიძგებ თუ არ ადამიანს საიდმე აი იქით მარჯვნივ ან მარცხნივ იქითგან უბიძგებ თუ არა, გეუბნებით სიხარულით გარბის. აი როგორც ჟანგბად მოკლებული ადამიანი, აი ზღვაში რო იხჩობა ადამიანი და ჟანგბადის იმას, რა ქვია, მილს რო ჩაუშვებ და რომ მივა და დაეწაფება ადამიანი ამ მილს რო გადარჩეს, აი ესე გარბის ადამიანი ისევ ამ ცხოვრებაში და გაიხსენეთ მარხვა რო სრულდება ან მოკლედ ზოგადად სად გძნობთ ყველაზე ბედნიერად ხოლმე თავს ამას დაუკვირდით დაბადების დღეში, ქორწილში, მეგობრებში, სმაში, დალევაში, ბირჟაზე, რავი, ყველგან სადაც ოღონდაც აქ ვერა უგზნობ ბედნიერად თავს, იმიტომ რომ აქ როდესაც საკუთარი თავის შეცვლას ვიწყებ და არჩევანს ვაკეთებ, შინაგანი შფოთი, იმიტომ რომ შეცვლა ყოველთვის დაკავშირებულია გარკვეულ დატრიალებასთან, გარკვეულ მოძრაობასთან და როდესაც მოძრაობა ხდება ადამიანში, ამას ძალიან მტკივნეულად აღიქვავს ადამიანი და იქ კარგად ხარ, იქ ბედნიერად ხარ. მაგრამ როგორც გითხარით, ამავე დროს რჩები ადამიანი ეკლესიის წიაღში თითქოს. ნამდვილი მართლმადიდებლური თავისუფლება კი არის აი იქ. თუ ვინმეს გინდათ რომ იძახით ხოლმე ადამიანი აი ახალგაზრდებს მით უმეტეს აი თავისუფლება თუ გინდათ თავისუფლების გემო გაიგოთ ნამდვილად თუ კი მართლა გინდათ რა არის თავისუფლება გახსოვდეთ სისულელია იმის თქმა რომ თავისუფლება არის არჩევანის არის რა თქმა უნდა მაგრამ ეს არის ეტაპი როდესაც
შენ გაქვს არჩევანი, მაგრამ არჩევანი კი არა გაქვს. ნახეთ, როდესაც მე არჩევანი მაქვს ცუდსა და კარგს შორის, უკვე არა ვარ კარგი. როგორ შეიძლება ეს ორი ერთად დააყენო ერთ ხაზში? ანუ წარმოგიდგენიათ მართლმადიდებელმა ადამიანმა თქვა, რომ მე იმიტომ ვარ თავისუფალი, რომ არჩევნის უნარი მაქვს იმისა, რომ ბოროტება ავირჩიო თუ სიკეთე ავირჩიო. გაიგეთ ადამიანი რა სიძახის? როგორ ახარ თავისუფალი? ანუ გამოდის რომ შენ შეგიძლია ბოროტება აირჩიო და ამიტომ თავისუფალი ხარ. თავისუფლება არის ჭეშმარიტებაში და როდესაც იმაშია, როდესაც შენ მუდმივად კარგს ირჩევ, სიკეთეს ირჩევ, ღმერთს ირჩევ, ქრისტეს ირჩევ, მართლმადიდებლობას ირჩევ, ქრისტეს მცნებებით ცხოვრებას როდესაც ირჩევ, ეს არის ანუ იმ გზაზეა თავისუფლება. შენ ამ გზას შეუდექი, როგორც იძახის წმინდა წერილი, რომ ანუ ისე იგი ნეტარიყვნენ წმინდანი გულით არამე თუ მათ ღმერთი იხილონ, შენ გულის გაწმენდის, ანუ მართლმადიდებლობის გზას დაადექი და მერე ნახავ განსხვავებას აი ამ გზაჯვარედინზე დგომით განცდილი თავისუფლებისა და როდესაც ქრისტეს შეუდგები, აი ამ თავისუფლების განცდისა. ესე იგი, ჩვენი სოციალურ ქსელში ის აიღეთ, აქტიობა აიღეთ. ანუ არ ვიცი, ყველაფერზე ლაპარაკობს ადამიანი, იქ ილანძღება, იმას აგინებს, ამას იმას, ისე იგი წყევლის, ამას წყევლის, მერე, ანუ ხო გეუბნები, ამ გზაჯვარედინზე ყველაფერი დაშვებულია. როგორც დოსტოევსკი იძახის, თუ კი ღმერთი არ არის, ყველაფერი დაშვებულია, აი ამ გზაჯვარედინზე ღმერთი არ არის და აი ამ გზაჯვარედინზე დგას მთელი კაცობრიობა, რომელიც უბრალოდ მსჯელობს, კი, ეგ გამოჩნდებიან ვიღაცა, ისე იგი დიდი ქვეყნების რაღაცა თითქოს მართველები და ისინი და ქრისტეზე და ღმერთზე და რწმენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ეს არის ამ გზაჯვარედინზე ლაპარაკი, რომელსაც საქმესთან არაფერი კავშირი არ აქვს. ანუ ღმერთთან მისვლასთან და ღმერთთან ყოფნასთან არაფერი კავშირი არ აქვს. და ჩვენც აი ამ მდგომარეობაში, ამ გზაჯვარედინზე გვატკეპნინებენ ერთ ადგილს და იქ გველაპარაკებიან რელიგიაზეც, პოლიტიკაზეც, ეკონომიკაზეც, ყველაფერზე, რაზეც შეიძლება რომ ადამიანი ლაპარაკობდეს. და ჩვენ აი ამ გზაჯვარედინზე მდგომი ჩვენც სამწუხაროდ ჩვენც ამ გზაჯვარედინზე მდგომები ვცდილობთ რომ იქ ვიღაცას დაუმტკიცოთ ჭეშმარიტება. აი იმ გზაჯვარედინზე გვინდა რომ დაუმტკიცოთ ჭეშმარიტება და იქ არავის არ აინტერესებს ჭეშმარიტება დამიჯერეთ. არავის არ აინტერესებს. ერთადერთი ვისაც აინტერესებს მართლა ჭეშმარიტება, თავისუფლება, სიყვარული არის ადამიანი, რომელიც აი ამ მაგისტრალურ გზას, რომელსაც სასუფეველში მიყავს, ეკლესიის გავლით, ანუ ეკლესიაში შესვლით და იქ ქრისტესთან დამკვიდრებით და ქრისტესთან ყოფნით, მაშინ განიცდის ადამიანი აი ყველაზე მეტად რასაც დაეძებს, თავისუფლებას, სიყვარულს, მაგრამ ეს ყველაფერი მოდის სიმდაბლიდან, ეს ყველაფერი მოდის მორჩილებიდან, ეს ყველაფერი მოდის ნამდვილი სიყვარულიდან, ეს ყველაფერი მოდის თავგანწირვიდან, თავდადებიდან, მაგრამ ეს ყველაფერი ზძულს ადამიანს. არ შეუძლია ამის კეთება. სხვამ გაწიროს თავი ჩემს გამო, სხვას უყვარდე, სხვამ გამახაროს, სხვა მოიქცეს ისე რომ მე ბედნიერი ვიყვე. აი ეს არის ჩვენი ცხოვრება, ანუ ეგოისტური და დემონური ნების მოკლედ აი თანხმდა ამაში ცხოვრობს ადამიანი აი ამ გზაჯვარედინზე. მე ვფიქრობ, მივხვდი დღევანდელი დღე ვისი დღესასწაული არის. ეს გულის დღესასწაულია, მართლმადიდებელი გულის დღესასწაული არის და ანუ საბოლოო ჯამში ამ გულთა ერთობის დღესასწაული არის. ეს გულები, რომლებიც ერთად ქრისტეს სიყვარულში იწვიან და ქრისტეს სიყვარულში იკრიბებიან, რომლებმაც იციან, რომ ეს თუნდაც რთული გზა არჩეული აქვთ ამ წუთისობაში, რომელსაც გოლგოთის გავლის გზით აღდგომამდე მიყვას და ზეცაც აღსვლამდე და ცხონებამდე მიყავს ადამიანი. ღმერთმა ამისი ძალა მოგცეს ჩვენ ყველას.